სალამი მეგობრებო, დღევანდელი შეხვედრა იქნება ისევ მეოთხე ნაბიჯზე, მეორე ნაწილი, რაც არის შიშები და საკუთარი თავის აღწერას გავაგრძელებთ. შიშებში ანონიმური ემოციონალების ციკლში ესეთი რაღაც წერია. არის მითითება და ხელმძღვანელობა იმის მიმართ, რომ დავწერო ყველაფერი ვისი ან რისიც მეშინია. ფაქტობრივად რაღაც აღწერას ვაკეთებ საკუთარი შიშების მიმართ. აღწერაში ჩამოვწერთ ჩვენს შიშებს, განვიხილავთ ჩვენს წარსულ ქცევებს, რათა გავიგოთ. ეს შიში რა გავლენას ახდენდა ჩვენს აზროვნებაზე, როგორ მართავდა ჩვენს ქცევას და ზემოქმედებდა სხვებთან ურთიერთობაზე. შიშის გამო ყოფილვართ ეგოისტები, არაკეთილსინდისიერები ან დაუფიქრებლები, ვის მივაყენეთ ზიანი, დანაშაულის გრძნობა გაგვიჩნდა, უმიზეზოდ გვიგრძნია ეჭვი, უნდობლობა, წყენა, ამას ყველაფერს ვწერთ. მე როდესაც მკითხეს, რომ ჩამომეწერა თუ რა იყო ის რისაც მეშინოდა ან ვისი მეშინოდა, რაღაც პატარა სიასავით გავაკეთე და ამ სიას გავაზიარებ თქვენთან და შეგვიძლია რეფლექსია გავაკეთოთ საკუთარ თავთან მე რისი მეშინი. ანუ ამას კი ნუ მოусმენ იმას, რომ შენ ჩემს შიშებს ეცნობი და ჩემს შიშებს კითხულობ როგორც დამკვირვებელი. არამედ შენში შინაგანად დაფიქრდი, გაქვს თუ არა მსგავსი შიშები და თუ არ გაქვს მსგავსი შიშები, შენ რისი გეშინია. კითხვა ნომერი 1. ვისი ან რისი მეშინია? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეშინია მამაჩემის, მეშინია მისი კრიტიკის და მასთან კამათის, ასევე მეშინია მასთან შეცდომის დაშვების და იმ ილუზიის, რომ მე მას იმედებს გავუცრუებ, მეშინია შეფასების. მეშინია ჩემი საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრების. გონია, რომ მის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. მეშინია იმ ადამიანის სხვა ადამიანთან წარმოდგენის. მეშინია ახლობელი ადამიანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების. რამდენჯერაც ამაზე მომდის თავში ფიქრი, ღმერთს ვთხოვ, რომ ეს არ მოხდეს. ვიაზრებ, რომ ეს გარდაუვალი და ცხოვრების ციკლია, მაგრამ მეშინია იმ ტკივილის და სინანულის, რასაც ამ ადამიანის დაკარგვის მერე ვფიქრობ, რომ მექნება. ამ დროს მჭირდება ვთქვა, რომ ასევე მეშინია მომავლის. ცხოველების და ფრინველების მეშინია. ისეთი აზრები მომდის ხოლმე, რომ მათ არ აქვთ აზროვნების უნარი და არ ვიცი რა დროს რა მოუვა თავში და ამ უნდობლობის მეშინია. მეშინია ფიზიკური დაზიანების, რადგან მგონია, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება თავს დამესხნენ და რამე დამიზიანონ. სიმაღლის მეშინია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება თავი ვერ გავაკონტროლო და სიმაღლიდან გადავხდე. ეს ფიქრები მიტრიალებს ხოლმე თავში და მერე მეშინია სიმაღლის. არაფხიზელი ადამიანების მეშინია, ზუსტად იგივე მიზეზით, როგორც ფრინველების და ცხოველების. არ ვიცი ამ დროს რა მოუვათ თავში და რას გააკეთებენ. შეფასების მეშინია, არ ვარ საკუთარ თავში დარწმუნებული. ფინანსების გარეშე დარჩენის მეშინია. მომავლის ილუზია და შიშები შემომდის ხოლმე, არ ვიცი როგორ ვიცხოვრებ. მარტოობის მეშინია, დამოკიდებული ვარ ადამიანებზე და არ ვიცი საკუთარ თავთან თანაცხოვრებ. ზოგჯერ ჩემი თავი დამიფიქრსირებია იმაში, რომ მეშინი ადამიანებმა არ ნახონ ჩემს საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობასთან როგორად წარმომიდგენია საკუთარი თავი, რაღაცნაირი დაუცველი და სუსტი არ მინდა ვეგონო. აქაც საკუთარი თავის დაუჯერებლობა მაქვს და შეფასების შიში. თითქოს არის განცდა რაღაც, რომ ადამიანებმა რომ ნახონ ისეთი ხასიათის გამოვლენებებით, როგორიც შეიძლება მქონდეს, ჩემზე წარმოდგენა შეეცვლება და ყველა გაიგებს თითქოს ისეთ რაღაცას, რაც მგონია, რომ მალავ და ამის მეშინია. ასევე ჩემთვის, რასაც ვატყობ ახლა საკუთარ თავში, ერთ-ერთი წამყვანი შიში ეს არის შეცდომის დაშვების შიში. ჩვენ თავს არ ვაძლევ რა უფლებას არანაირი შეცდომის დაშვების, თითქოს სულ გამუდმებით მოჭიმული ვარ და დაძაბული ვარ, რომ შეცდომა არ დაუშვო. მე მახსოვს, რომ უბნიდან, ბიჭობის ასაკიდან, ავტორიტეტის შექმნის ასაკიდან, ფაქტიურად იმ დღემდე, რა დღეც დადგა პროგრამაში მოსასვლელი, იმ დღემდე მე ეგეთი ცნობიერებით ვიყავი, რომ გამოსწორებული კაცის დედავატირია და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზიანი მიმეყენებია იმისთვის, რომ შეცდომა დაუშვია და ძალიან ბევრი ადამიანსაც ჩემთან ქონია რა ამის მიმართ მცდელობა, რომ დავედანაშაულებინე, რომ აბა შეცდომას ხო არ უშვებ რა, რამე ხო არ გეშლება და უბანი და დაწყებული თუ მეგობრებთან ურთიერთობით დამთავრებული თუ ოჯახში თითქოს იყო მოთხოვნა იმის მიმართ, რომ ჯერ დაფიქრდი და მერე გაჭერი რა. ანუ დაფიქრდი რა. ბავშვი ხო აღარ ხარ. ეს შეიძლება ოჯახში იყოს, ქუჩაში შეიძლება ყოფილიყო, რომ ხო აი როგორც წეღავ თქვი, რომ გამოსწორებული კაცი აღარ არის ისეთი მისაღები კაცი, როგორც შეიძლება აქამდე ყოფილიყო რა. ერთხელ მახსოვს, რომ ერთ-ერთი რაღაც ბიჭური გარჩევების დროს, როდესაც რაღაც მეგობრების გაყოფა-გამოყოფა მიდიოდა შეცდომების დაშვების თან გამომდინარე, ერთმა ჩემმა მეგობარმა მახსოვს, რომ ხარზე ხელი დამადო და მითხრა, რომ ძალიან დიდ პატივს გცემ ირაკლი, იმიტომ რომ
შენ ერთადერთი მეგობარი ხარ ჩემი, ვისაც ვაკვირდები და სამეგობროში ჯერ შეცდომა არ დაუშვია რა. უშეცდომოდ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. და ამ კაცობაში არ გეშლება რა. იმ დროს რა თქმა უნდა, ჩემი ეგოცენტრულობით ძალიან გამიხარდა, მაგრამ დღეს ხვდები რა, რომ აი ეგეთი საუბარი, ეგეთი მიდგომა, ეგეთი ცნობიერება ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი იყო. ძალიან ბევრს ვეუბნებოდი მეც მსგავს საკუთარ თავს, სხვებსაც და სხვებიც მეუბნებოდან. და იმის მაგივრად რომ იქ გამხარებოდა, მე შინაგანად ეგ ძალიან მამძიმებდა რა. შინაგან ძალიან დიდ მოჭიმულობას, დაძაბულობას იწვევდა და გამუდმებით იმის მცდელობას, რომ დავრჩე უშეცდომოდ რა. და მე ვხედავ დღეს ჩემს ცხოვრებაში, რომ ეგ მოჭიმულობა გამყვა რა და დღემდე მომყვება და დღემდე ფონად ფიქრში მაქვს ის, რომ ჩემს ქმედებებს და ჩემს სიტყვებს და ჩემს თუნდაც მანერებს ან ურთიერთობას, როგორ ვურთიერთობ ადამიანებთან, თითქოს იმ ჭრილიდან ვაფასებ, რა ჭრილშიც დავრჩე უშეცდომო რა და აი რამე არ გაიპაროს მან, რომ ეს უშეცდომო აღარ ვიყო რა. და ძალიან დამაზიანებელია საკუთარ თავთან ურთიერთობაში, ეს მაშორებს საკუთარ თავს და იდეაში მაშორებს ადამიანებს, იმიტომ რომ იმხელა სიმძაფრე აქვს ამას, რომ შეცდომის დაშვების შიშით დავდივარ, რომ მირჩევნია ზოგჯერ არ მქონდეს ადამიანებთან ურთიერთობა, ვიდრე გავრისკო, მქონდეს ურთიერთობა და მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ მოდი დავუშვა შეცდომები რა. ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებად იქცა ის, რომ მე შეცდომები არ დავუშვა. და პროგრამაში მოსვლისას თავარი მიზეზი ჩემი, რატომაც რაღაც დიდი ეიფორიული ფონი მქონდა, პანიკური შეტევები და საკუთარი თავში შიდან გრევა დაიწყო, რასაც ფსკერს ვეძახით ხოლმე და აბსოლუტური უძლურება, რომ მე უმართავობა მჭირს სხვა სფეროებში და ჩემი ის რაციონალური გონება ვერ აკეთებს გასაკეთებელს ისე, როგორც მე ვთვლი იმ მომენტში საჭიროდ. იმიტომ რომ დაზიანებები მოყვება რა ამ ყველაფერს. პროგრამა მეუბნება, რომ ეს არის დაავადება, დამოკიდებულება და დამოკიდებულების აზროვნება თუ მაქვს, ან დამოკიდებული აზროვნება თუ მაქვს, ეს ყველა სფეროში მოქმედებს. და ამ დამოკიდებულის აზროვნებით მე დიდი ხანი ვერ ვიცხოვრებ, ეს მომაკვდინებელია. და როცა დადგა ჩემს ცხოვრებაში ეს ფსკერის დრო, ყველაზე დიდი ტანჯვა ამას გამოიწვია ის იყო ის, რომ მე დავინახე, რომ უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული საყვარელ ადამიანთან, პირად ურთიერთობებში, მეგობრებთან, სამსახურში მშობლებთან, ძალიან ბევრი შეცდომა დავინახე. და ის წარმოდგენა, რომ მე შეცდომებს არ უშვებ და პირიქით მითითებებს ვიძლებ სხვა ადამიანებს, რომ ამას რანაირად აკეთებ, ან როგორ კადრულობ, ან ეს მოსულა, ან არ მოსულა, მე ამას არ გავაკეთებდი ფილტრით, რომ ურთიერთობ ამ ადამიანებთან. ჩემში ძალიან დიდი იმედგაცრუება, საკუთარი თავის თვითგვემა გამოიწვია, იმა რომ თურმე რა დეგენერატი ვიყავი, რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული და ამ შეცდომების გამოსწორება ეხლა უბრალოდ შეუძლებელია რა. და ეს იყო ძალიან დიდი ნგრევა ჩემში, რომ ერთი ის რომ მივხვდი რომ შეცდომებს უშვებ და მეორე ის რომ ამ შეცდომებს იმდენი ხანი უმალავდი საკუთარ თავს, რომ ამან ისეთი ფორმები მიიღო, რომ ეხლა მაქვს განცდა, რომ ამის გამოსწორება უბრალოდ შეუძლებელია რა. როდესაც პროგრამას მივმართე დახმარების თხოვნით და სპონსორთან გავიარე პირველად სასპონსორო ურთიერთობები, ყველაზე დიდი გაკვირვება ჩემში რამაც გამოიწვია, იყო ის, რომ ესეთი რაღაც წაიკითხა სპონსორმა. შენი როგორც დასპონსორებული საქმეა დაუშვა შეცდომები და ამ შეცდომებით გაიზარდა. და ეს ჩემთვის აბსოლუტური შოკი იყო, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება როგორც თქვი, რომ ვაიძულებდი საკუთარ თავს, რომ შეცდომა არ დამეშვა და პროგრამაში ზუსტად მაგითი მოვედი, რომ უზარმაზარი შეცდომები დავინახე საკუთარ თავში. და ეხა სპონსორი კიდევ მეუბნება, რომ შენი საქმეა, რომ დაუშვა შეცდომები, არა და მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ შეცდომები არ დაუშვა. და მე როდესაც ნაბიჯებზე მუშაობა დავიწყე და სულიერ პრინციპებს გავიცანი და ჩემი მთავარი мотиваცია გახდა, რომ ვიხელმძღვანელო არა საკუთარი გონებით, წარმოდგენებით, შიშებით და რას მელაპარაკება ჩემი გონება შინაგანად, არამედ სულიერი სახელმძღვანელო ავიღო რა, სულიერი პრინციპების, სხვების გამოცდილება, რეკომენდაციები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სულიერი პრინციპი, რომელიც პროგრამაში გვხვდება, არის ასეთი, წავიკითხავ ახლა. გამოცდილება ცხოვრების უმაღლესი ღირებულება. თუ კი მზად ვართ, გამოვიყენოთ ცხოვრებისეული შეცდომები. ჩვენ ვიზრდებით იმის მიხედვით, როგორც ვაღიარებთ, გამოვასწორებთ შეცდომებს და მომავლისთვის გაკვეთილი გამოგვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს ხშირად გაუმეორო ხოლმე საკუთარ თავს, რომ გამოცდილება ცხოვრების უმაღლესი ღირებულებაა. თუ კი მზად ვარ, რომ გამოვიყენო ცხოვრებისეული შეცდომები. და ჩემთვის არანაირი ღირებულებების ინფორმაცია არ არსებობდა ჩემს ცნობიერებაში, არანაირი სულიერი ზრდა არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მყარი წარმოდგენები, დასწავლული შეხედულებები და აღქმები ცხოვრების მიმართ. და დღეს ხვდები და პროგრამა მასწავლის იმას, რომ შეცდომა ის კი არ არის, რასაც მე შეცდომას ვეძახი.
რისაც მე მეშინია რომ არ დამემართოს. არამედ შეცდომა არის ის, რომ ჩემს ქმედებას ან საუბარს ან ნათქვამს ვერ ვხედავ როგორც გამოცდილებას და არ ვიღებ მასზე პასუხისგებლობას, რომ ის ქმედება რაც გავაკეთე გამოვასწორო. შეცდომა არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ვრჩები პირველ ეტაპზე, სადაც ქმედებას დავარქვი შეცდომა და მე მისი გამოსწორების მცდელობა აღარ მაქვს. ანუ უმეცარი ვარ იმის მიმართ. შეცდომა რეალურად არის ის, როდესაც მე რაღაცას ვაკეთებ, მე ვხვდები, მაქვს იმის გამბედაობა, რომ ამას თვალებში ჩავხედო, გამბედაობა, რომ ვაღიარო, რომ შეცდომა იყო ეს და ავდგე და გამოვასწორო. ანუ ამაზე ავიღო პასუხისგებლობა. ესე იგი, შეცდომა არ არის ის, რაც მე შეცდომა მგონია, შეცდომა არის უპასუხისგებლობა იმ ქმედებაზე, რასაც მე შეცდომა დავარქვი. და ამას პროგრამა იძახის, რომ არის ეს გამოცდილება და ეს არის ცხოვრებისეული უმაღლესი ღირებულება. ასევე იძახის, რომ ჩვენ ამით ვიზრდებით. თუ ამას მივიღებ, დავინახავ, ვაღიარებ და მე გამოვასწორებ. და ამ ყველაფრით საბოლოო ჯამში გაკვეთილი გამომაქვს. და ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი საქმეა შეცდომები დავუშვა, რომ ერთ და იგივე შეცდომები სულ დავუშვა და მე თავი ვიმართლო, რომ იცი რა, ეხა ეს მოხდა, არა. ჩემი პასუხისგებლობა რომ დავუშვა შეცდომები და როდის ამაზე პასუხისგებლობას ვიღებ, აღარ გავიმეორო ის შეცდომა. არამედ უფრო მეტი სიცხადე შემოვიტანო ამ ყველაფერში, უფრო მეტი სიფრთხილე და უფრო მეტი მზრუნველობით, სიყვარულით მოვეკიდო ამ პროცესს, როგორც ჩემი სულიერი ზრდის პროცესი. სანამ შიშებზე საუბარს გავაგრძელებ, ცოტა ხანი დავრჩები ამ შეცდომების პუნქტში, რადგან ჩემთვის შეცდომის დაშვების შიში, როგორც წეღავ თქვი, ყველაზე ძლავრი წამყვანი დეფექტია ჩემს ქმედებებში და წეღავ ვისაუბრე, რომ ეს მოდის შეიძლება იმ ხედვებიდან და იმ აღქმებიდან, რაც ჩამომიყალიბდა ზრდის პროცესში. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამას ძალიან დიდი ზეგავლენა ქონდა ამაზე რელიგიას. რა რელიგიაშიც მე გავიზარდე და რელიგიურად შეცდომა იყო ცოდვა, რომელიც აუცილებლად განაპირობებდა იმ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რასაც რელიგია პირდებოდა რა. ანუ ჩემი იმ ბავშვური აღქმით, იმ შეხედულებებით, რა შეხედულებითაც მაშინ ვცხოვრობდი. რომ მე ვარ ცოდვილი ადამიანი, ჩემი ნებისმიერი შეცდომა არის ცოდვა და ეს ცოდვები მე სადღაც მომეკითხება რა. და საკუთარ თავზე რო ავიღო პასუხისგებლობა, მომიწევს მაშინ თქვა, რომ მე ძირეულად და სიღრმისეულად არასდროს დავინტერესებულ ვარ ჩემი რელიგიის მიმართებაში, რას გულისხმობდა ცოდვაში, რას გულისხმობდა ჯოჯოხეთში, რას გულისხმობდა აი ამ შეცდომებში რა. მე უკმაყოფილდებოდი იმითი, რასაც მამაოსგან ვისმენდი, არა სხვა ადამიანს დასრული ადამიანებისგან ვისმენდი, თუნდაც ბავშვობაში, არ მომწიფებულ ასაკშიც უნდა ვთქვა, რომ არ დავინტერესებულა სიღრმისეულად რა. მე ყოველთვის შემეძლო რელიგიის გაკრიტიკება, ყოველთვის შემეძლო დაწუნება, რაუბედურება, ეს ცოდვა, ჯოჯოხეთის ამოთხე, ბავშვურად ჟღერს, არ არის ისე, როგორც თქვენ გონიათ, ამის თქმა ყოველთვის შემეძლო რა. და ამის მიმართ მიუღებლობა ყოველთვის ჰქონდა და ეს მარტივია რა, მარტივია, იმიტომ რომ სიღრმეში კითხვების დასმა არ მიწევს, სულიერი გამოცდილებები არ ხდება ჩემს თავს და ზედაპირზე ყველაფრის განკითხვა შემიძლია რა, მაგრამ მე სერიოზულად საკითხი არ დამისვავს არასდროს რა. ხო და როცა ნაბიჯებზე მუშაობა დავიწყე და საკუთარ თავზე გადავწყვიტე, რომ მორალური აღწერა ღრმად და უშიშრად გამეკეთებინა, მან დავსვი რაღაც კითხვები საკუთარ თავში მაღალ ძალასთან ისე როგორც მე მესმის წინმავალ ადამიანებთან, პროგრამულ გამოცდილ ადამიანებთან დავსვი რა კითხვა, რომ რა არის რა რეალურად აი ეს ცოდვები და შეცდომები რა, როგორ შეგვიძლია რომ დავარქვათ არა ცოდვა, არამედ შეცდომას და მე მახსოვს რა ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ შეცდომა არის ups, ანუ error და არა ცოდვა. და პროგრამაც მეუნება ამას, რომ არ შეიძლება საკუთარი თავი და საკუთარი ქმედებები ძალიან სერიოზულად მივიღო. თუ მე ჩემს შეცდომას დავარქმევ ცოდვას, ეს რა თქმა უნდა ჩემში უდიდეს წინააღმდეგობას იწვევს, შებოჭილობას, გადაჭარბებულ პასუხისგებლობას, შინაგან დაჭრილობას და მცდელობას იმას, რომ რაღაცა ისეთი არ დამემართოს, რისი თავიდან არიდებაც მინდა რა. ანუ რაღაც ცოდვაში არ ვიყო და მე ეს ცოდვა ამ ცოდვით ვიღაცამ პასუხი არ მომთხოვოს. და მასწავლებელი მეუნება რეალურად, რომ ეს ცოდვა შეიძლება შეხედო ესე, რომ
ups რაღაც ერორი მოგივიდა. ადექი და გამოვასწორე რა. აი მაგალითად ჭიქა დამივარდა და ჭიქა გავუტეხე, ხო? მე აუცილებლად ვიტყოდი ჩემ თავს, რომ ფუ რა დებილობა დამემართა, რა უყურადღებო ვარ რა. რანე სულ ეს როგორ უნდა მემართებოდეს. საკუთარ თავს ვლანძღავ რა ამითი. და მასწავლებელმა როცა ის თქვა, დავფიქრდი და ესეთი მაგალითი მოვიყვანე და გადავიტანე მე ჩემ თავზე და ვიძახი რომ ჭიქა რომ დამივარდეს ხელიდან. ხო შემიძლია თქვა რა, ups ავდგე, ავხიკო ეს ნატეხები, გადავყარო და გავაგზავნო ჭურჭლის რეცხვა. მაგრამ მე ეს მსუბუქი დამოკიდებულების უნარი არ მაქვს. აი ეს სიმსუბუქე არ გამაჩნია. მე სიმძაფრეებისკენ ვარ მიდრეკილი და შეცდომაც აღიქმება როგორც ცოდვა და არა როგორც ups რაღაც პატარა ერორი მოხდა სხეულში ან გონებაში და გავაკეთე ის რაც გავაკეთე. მაგრამ არ ვტოვებ უპასუხისმგებლოდ. ავდგები და გამოვასწორებ ამ შეცდომას, რაც არ უნდა იყოს. მაგალითად, ჩემს საყვარელ ადამიანს მივაყენე ემოციური შეურაცხყოფა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ფიზიკურად ვიუხეშე და ასე შემდეგ. ეს ჩემში უდიდეს უპასუხისმგებლობას იწვევდა, იმიტომ რომ მაშინვე გადავდიოდი თავის მართლებაზე და არა აღიარებაზე. თავის მართლება აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ მე ავდგე და გამოვასწორო და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღო და მე ამ გამართლებისკენ ვიყავი რა, გამოდმებით პირველ ინსტინქტით ჩნდებოდა რომ გავიმართო, ის დავადანაშაულო, ღირსი იყავი, აბა რა გეგონა გამომიწვიე, გამაბრაზე და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ეს შეიცვალა აღიარებით, რომ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა, მოვიბოდიშო ავაღიარო მასთან ჩემი ქმედება და ავიღო პასუხისმგებლობა და ავანაზღავრო იმით, რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში მანდ ვიყო პასუხისმგებელი, რომ იგივე ქმედება არ გავაკეთო. და არა ის, რომ უი და ამ უითი გავაგზავნო ერთ და იგივე ქმედებები. არამედ შეცდომა სჭირდება აღიარება, რომ ამ აღიარებას მოყვეს პასუხისმგებლობა. თორე თუ შეცდომა გადავიდა თავის მართლებაში, იმას პასუხისმგებლობის აღება აღარ მოყვება და იმის გამოსწორება აღარ უწერია მე იმ შეცდომას. იმიტომ რომ ეგოისტი ადამიანი ვარ, მირჩენია რომ სხვისი ბრალი იყოს ვიდრე საკუთარი. ასევე ერთმა მამაომ, მართლმადიდებელმა მღვდელმა, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გამიწია, ამ საკითხზე როცა ჩაუღრმავდი, მის ლექციას უსმენდი და ესეთი რაღაცა თქვა რა. ცოდვა, რასაც ჩვენ ცოდვას ვეძახით, ბერძნულ ენაზე აქვს მას რამოდენიმე განმარტება. ანუ ის სიტყვა, რა სიტყვაც ბერძნულში ცოდვის განმარტება არის, ასევე აქვს სხვა დანიშნულებებიც რა. ამიტომ თავისთავად აუცილებლად ცოდვას ვერ იტყვი. ერთ-ერთი მნიშვნელობაც არის ცოდვა რა. მაგრამ ასევე მნიშვნელობა განმარტება ამ სიტყვის არის აცილება. ანუ მაგალითად, მიზანში ესვრი რაღაცას, აი სიტყვაზე მიზანში უნდა ესროლო დანა დაფას და ააცილე მიზანს. და შენი მეგობარი მოგაწახებს, რომ ააცილე. ანუ მიზანს აცდი რა. და ეს მღვდელი იძახდა, რომ აი ეს არის რეალურად შეცდომა. რომ შენი ქმედებით, სიტყვით, დაუდევრობით, გულგრილობით, გულსიცივით, სიუხეშით შენს მთავარ მიზანს აცდი, სიყვარულს აცდი, მზრუნველობას აცდი, სულიერ მეგობრობას აცდი, ადამიანში ღმერთის დანახვას აცდი. ანუ მთავარი მიზანი შენი რაც უნდა იყოს, როგორც სულიერი არსების, რომ ადამიანში ხედავდე ღმერთს და კონდეს ღმერთთან ურთიერთობა სიყვარულით და მზრუნველობით. და ადამიანს აღიქვამდე როგორც ღმერთის სახე და ხატი და შე როცა მას ეუხეშები, სულ სიტყვებს ეუბნები, ფიზიკურად ძალადობ, ემოციურად ძალადობ, საზღვრებს ურღვევ, უხეში ხარ, ბოროტი ხარ, უყურადღებო ხარ. ამითი შენ მიზანს აცდი რა. და როცა მიზანს აცდები, შენი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დადგეს სწორ გზაზე ისევ. და ეს იგულისხმება. და არ არის აუცილებელი, რომ აღიქმებოდეს როგორც ცოდვა, რომელიც ცოდვად შენ ჯოჯოხეთში ჩაგამწყობებს და იგამყოფებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობები ავიღოთ და ამას ცოტა სიღრმისეულად შევხედოთ და ვთქვათ, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე ვისწავლე, მოვისმინე, გავიგე, აღვიქვი და ეხლა სამყაროს ესე უყურებ. მე ხშირად ვატყობ, რომ ჩემმა წარმოდგენებმა დამამსგავსა მშობელზე განაწყენებულ ბავშვს და დღემდე ვარ აი ესე ღმერთზე განაწყენებული შვილი, ბავშვი, რომელიც გაბრაზებულია მის სიმკაცრეზე და ასე შემდეგ. არა და რეალურად თუ მე მასთან მაქვს
გულწრფელი ურთიერთობა და მაშასაც და მე მაქვს საკუთარ თავთან გულწრფელი ურთიერთობა, ეს გულწრფელობა მაჩვენებს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე აღვიქვა. მას სხვა შინაარსი აქვს, სხვა ხედვა აქვს, სხვა მიზანი აქვს და უფრო დიდი სურათის დანახვას ვიწყებ და არა ჩემი პატარა დავიწროვებული რაღაც პრობლემაზე, გადარჩენაზე, ეგოცენტრიზმზე ორიენტირებული ხედვა. კარგი, შიშებზე რო გადავიდეთ, მოკლედ მე ვთქვი ესეთი რაღაცა, რომ ჩემი შიშები წარსულში ყველაზე ხშირად იყო ღალატის შიში, ადამიანის დაკარგვის შიში, გარდაცვალების, პარტნიორის გარეშე ცხოვრების, მარტოობის, უარყოფის, შეფასების, ღმერთის შიში, მამაჩემი შიში, უფულობის, წარუმატებლობის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, სიმაღლის, სიჩქარის. ასევე მივლინდება შიშები გველებთან მიმართებაში, ძაღლებთან მიმართებაში, კონკრეტული ადამიანის გარეშე ყოფნის შიში, შეფასების, უპასუხისმგებლობის, შეცდომის დაშვების შიში. და აი ამ ყველა შიშს როცა ჩამოვწერთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის კითხვები, რა კითხვებსაც ანონიმური ემოციონალები გვთავაზობს, ეს კითხვები დაუსვათ ერთმანეთს. საკუთარ თავს უბრალოდ. და აი ეს ამ კითხვებმა მე მომცა ერთი ესეთი ხედვა და გულწრფელობის აღიარება მომცა დახმარება, რომ ეს ყველა თითი აბსოლუტურად, რაც გარშემო მაქვს გაშვერილი, რომ სიტყვაზე მეშინია, იმიტომ და ეს მაქვს ცუდი გამოცდილება და მეშინია, რომ ეხაც არ მოხდეს, ან გველები სახიფათოები არიან, ან ძაღლები აგრესიულები, ანუ გამართლებას თავი დავანებო, რა ცოტა ხანი გავეშვა, რითაც ვიმართლებ თავს და მხოლოდ საკუთარი თავისკენ შემოვატრიალო ხედვა და ამან დამანახა რეალურად, რომ მე რისაც მეშინია, ან რისაც მეშინოდა, ან რისაც დღეს მეშინია, რეალურად არ მესმის, ან ვერ აღვიქვამ სიტუაციას ზუსტად ისეთად როგორიც არის, არამედ ჩემი წარმოდგენებია მის ადამიანის, ცხოველის, ან მოცემულობების მიმართ. კონკრეტულად ფაქტი, რეალობა, რაც არის, მე მაგას ვერ აღვიქვამ და მაგიტომაც მიყალიბდება შიში. ამიჯებზე მუშაობამ დამანახა, რომ მე რეალურად ამ შიშთან მიმართებაში, იმ მომენტში შიში ყალიბდება, ან გაჩნდება, შიში შეგრძნება, მე მრცხვენია საკუთარ გრძნობებზე საუბრის. გარშემო ვერ უნახულობ ადამიანს, მათ შორის საკუთარ თავს, ვისაც ვეტყვი, რომ აი ხა უცებ შემეშინდა რა. მახსოვს, რომ მეგობართან ერთად მივსეირნობდი, ხა არც თუ ისე დიდი ხნის წინ და სხვათა შორის ნაბიჯებზე ვსაუბრობდით რა. და მივსეირნობ ნაბიჯებზე ვსაუბრობ და უცებ ერთ-ერთ სახლს რო ჩაუვარეთ, ეზოდან ძაღლი გამოვარდა და ამ ჭიშკარს დაეტაკა და ყეფა დაიწყო და მე შევხვდი, შემეშინდა რა. ამასაც დავინახე, რომ ესეც შეხტა. ჩემი პირველი პატერნი რაც იყო, ის იყო, რომ არ შევიმჩნიო, მრცხვენია, ეხა მე რო შემეშინდა ამ ადამიანთან, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი წარმოდგენა, რომ როგორ წარმოუდგენი ვარ მე ამ ადამიანს. თითქოს სულიერი ეგო მაქვს მორგებული, რომ ამ ადამიანს ეხა ნაბიჯებზე ვესაუბრები და მე აქ ძაღლმა შემაშინა. და პირველი პატერნი იყო ის, რომ მოდი არ შევიმჩნიო და გავაგრძელო საუბარი და გავაგრძელე საუბარი, მაგრამ უცებ ერთ წამში შევჩერდი და ვთქვი, რომ მოიცა ეხა მე ვძალადობ საკუთარ თავზე. ძველი პატერნით ვცხოვრობ რა. და მე აღარ მინდა რომ მცხვენოდეს ჩემს გრძნობებზე საუბრის და შევჩერდი და ამ ადამიანს ვეუბნები, რომ მოიცა ერთი წამით, ეხა წეღან მაგრა შემეშინდა რა. ორი წამი ეხა გავჩერდები. იმიტომ რომ სუნთქვა საჩქარებული მაქვს, შინაგანად გული ცემს, ჩემი გონება ჯერ კიდევ იმ ძაღლთან არის. ორი წამი ავიღებ პაუზას. ავიღე ეს პაუზა და მე გავაგრძელე საუბარი. და იქ იმ მომენტში ეს შიში დასრულდა. რაც აქამდე შეუძლებელი იყო ჩემთვის. ნაბიჯებზე მუშაობის დროს და შიშებზე მუშაობის დროს ასევე დავინახე, რომ მე ძალიან ხშირად, თუ ყველა ჯერ არა, მინიმუმ ძალიან ხშირად, სხვისი შიშები მაქვს გადმოტანილი საკუთარ თავზე. და არა მარტო შიშები, რეალურად სხვისი ფიქრებიც. ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების, ავტორიტეტების, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემს ცხოვრებაში დაბადებიდან დღემდე რაც მახსოვს, ამ ყველა ადამიანს თავისი შიშები გააჩნია და ეს ძალიან ბუნებრივია. და როცა ეს ადამიანები თავის შიშებზე ლაპარაკობენ, მე ჩემი სიმწიფის არქონის გამო მათი შიშები ავდექი და გადმოვიტანე საკუთარ თავზე და თუ შეიძლება რომ ჩემს ახლობელ ადამიანს სიტყვაზე რაღაც ის ეშინია და გამოდმევით იძახს რომ ფრთხილად იყავი მეც ამან დამაჯერა რომ მოიცა საშიშია რა და ფრთხილად უნდა ვიყო და ისეთ რაღაცეებში ვფრთხილობ მე რაც რეალურად არ არის ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა არამედ ხმა მესმის რა იმ ადამიანის ხმა მესმის თავში რომ მეუბნება რომ მოიცა ფრთხილად იყავი მათ ამიტომ ძალიან დიდი დახმარებაა თუ ამას დავინახავ რომ ძალიან ბევრი შიში ჩემს ცხოვრებაში არის იმიტომ კი არა რომ ეს ჩემი პირადი გამოცდილება არამედ სხვისი შიშები მაქვს გადმოტანილი საკუთარ თავზე ასევე მან დამანახა რომ
ხშირ შემთხვევაში სადაც მე შიშს გძნობ, მაგალითად საყვარელი ადამიანის დაკარგვის, მარტოობის, გარდაცვალების, ვიღაცას რო იმედი არ გავუცრო, შეცდომა რომ არ დაუშვა და ასე შემდეგ რა. ეს ხშირად იმიტომ მემართება, რომ პასუხისგებლობისგან გადატვირთულად გძნობ თავს და მე ამას არ ვაღიარებ. აი მაგალითისთვის რა ესეთ ამბავს მოვიყვარ, მე მახსოვს ბავშვობაში ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს მამაჩემი რაღაც ოჯახური კონფლიქტის შემდეგ აივანზე იყო, ჰაერზე გასული და აივნიდან იყურებოდა და მეც გავედი გარეთ, გვერდზე დავუდექი და მახსოვს მამაჩემმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმით, მითხრა, რომ ჩემი ახმით რა თქმა უნდა, გაბრაზებული ხმით მითხრა, რომ შენი იმედი მაქვს რა, და აბა შენიც. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო. მე მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს იმაზე დიდი პასუხისგებლობა იყო, ვიდრე მე იმის აწევა შემეცო. და იმის შემდეგ მე მაქვს აი ეს შეგრძნება, რომ იმედი არ უნდა გავაცრულო რა. ხო და კითხვას ვსვავ. პროგრამაში არის მთავარი პრინციპი. ჩვენ არ ვეძებთ აქ დამნაშავეებს. და ეს არ არის იმის გამო, რომ ვისი ბრალია, ვის რა უნდა იქნა და ვის არა. ეს აქ რა ხდება? ჩემი შეცდომა რა იყო? აი ეს ამ მთავარი კითხვა. და ჩემი შეცდომა იყო ის, რომ მე როდესაც ვიგრძენი თავი პასუხისგებლობისგან გადატვირთულად, არ ვთქვი, არ გავაზიარე. და ავიღე ეს პასუხისგებლობა, დავიჯერე, რომ ეს მისი ნათქვამი ჩემი პასუხისგებლობა. ყველა ადამიანს აქვს უფლება და მადლობა ღმერთს თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა უთხრათ ერთმანეთს რაღაცეები და გულში არ ჩავიტოვოთ და არ გვიგონოს, რომ ადამიანებს ერთმანეთს უსიტყვოდ უნდა გვესმოდეს. რაც ჩემ შემთხვევაში ასევე იყო უსიყვარულობის შიში მე მეგონა რომ სიყვარულის შეგრძნება არ შემეძლო და საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი ხოლმე იმით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფილმში, წიგნში, ახლობლებში, მეგობრებში სადაც არ უნდა გამეხედა, ყველა იძახდა იმას, რომ ნამდვილი სიყვარული არის ის, რომ ადამიანის უსიტყვოდ გესმის და რა ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ყავს გვერდში ადამიანი, ვისაც უსიტყვოდ ესმის. და მე ეს დავიჯერე. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო, მე ამისგან აბსოლუტურად გადატვირთული ვიყავი და ვერასდროს ვერ გავბედე და ვერ ვთქვი, რომ მოიცა ჩემი გამოცდილებით ნამდვილად ეგრეა? შემიძლია რომ ჩემი გამოცდილებით გადავამოწმო? და იმის მაგალითად რომ დავიჯერო იმ ადამიანმა რა თქვა და ეს რეალობად მივიღო და მე ჩემ თავი ვადანაშაულე იმაში რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია, იმიტომ რომ ადამიანს უსიტყვოდ არ გესმის, ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო. ამის ნაცვლად მე შემეძლო რომ მე თქვა რომ მოიცა კაცო, რანაირად უნდა გაიგოს ადამიანმა მე რას ვფიქრობ, ან რას ვგრძნობ თუ არ ვუთხარი. და იმის მაგალითად რომ ადამიანთან მესაუბრებ, ვცდილობდი რომ ამომეცნო მე მისი ფიქრები და სურვილები და ამ ტანჯვაში ვიყავი გამოდმეთ პარტნიორთან. ასევე ნაბიჯებზე მუშაობამ დამანახა რომ მე გამუდმებით მაქვს შეგრძნება და გამუდმებით მგონია რომ სხვები დაინახავენ ჩემში სისუსტეს. ამიტომ მე თუ ავდგები და ამ ყველაფერზე რაზეც ახლა ვსაუბრობ, თუ ამ მომენტიშივე ვისაუბრებდი, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან როგორც დიდი სისუსტე. და ადამიანები მეტყოდნენ რომ აირაკლი თავის ემოციებზე საუბრობს, იმიტომ რომ ძალიან სუსტია. მე მახსოვს რომ ბავშვობაში ძალიან ბევრტიროდი ხოლმე, ძალიან მიყვარდა ტირილი. რა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საქმიანობა იყო რა. ძალიან მეხმარებოდა. ჯერტი არა ამას ხელოვნურად არ ვაკეთებდი, ამას ბუნებრივად ვიწყებდი ყველაფერზე. ვიღაცას რო ხმა ეწია მშობლებს, რაღაცა რო შემშლოდა, წყალი რო დამსხმოდა, მასწავლებლებისგან შენიშვნა მიმეღო, ყველაფერზე ვტიროდი. და ეს ტირილი ჩემში ძალიან დიდ რაღაცის გამოცარიელებას, გამოთავისუფლებას იწვევდა რა. და ეს ჩემთვის ბუნებრივი აქტი იყო. მაგრამ მახსოვს რომ ამითი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციებში ხვდებოდი რა. ყველა მეუბნებოდა რომ კარგი რა კაცი არ ხარ, რაღა დრო შენი ტირილია, ამდენი რა გატირებს, აუ ეხა ეს დაიწყებს ტირილს, აუ კიდე ტირი. და მახსოვს რომ სარკეში ვიყურებოდი და ჩემ თავს ვეჩხუბებოდი რომ რატო ტირი ხარ რა, გაჩერდი. და მეშინოდა ტირილს. და შევწყვიტე ტირილი და მახსოვს რომ ძალიან დიდი ხანი მე აღარ ვტიროდი. იმიტომ რომ ჩემთვის სისუსტის გამოხატულება იყო, ესე ვისწავლე. და არ დავსვი კითხვა. ანუ მე ავდექი და მათი შეფასებებით მივიღე გადაწყვეტილება და თქვი და დავიჯერე რომ ტირილი სისუსტეა. და ეს ჩემი შეცდომა იყო. რადგან შემეძლო რომ დამესვა კითხვა. მოიცა რო ტირი ეს არ მოსულა? ეს სისუსტეა? და გამცემდნენ პასუხს, მაგრამ მე კითხვა არ დამისვავს. ავდექი და ჩემი გადაწყვეტილებით აი ესე დავიჯერე. მე მწხვენოდა იმისი თუ ვინ ვიყავი და ვერ ვენდობოდი ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვებს. და მთელი ჩემი შიშების ჩამოყალიბების სტრუქტურა ეს არის. რომ მე არ მესმის და ვერ აღვიქვამ სიტუაციას და შეცდომა რომ არ ვსვავ კითხვას. მე ყოველთვის მწხვენი ამ გრძნობებზე საუბრის, სხვების შიშები გადმომაქვს საკუთარ თავზე,
პასუხისგებლობისგან გადავტვირთული ვარ, მაგრამ ვერ ვიძახი. მეშინია რომ სხვები ჩემში სუსტ ადამიანს დაინახავენ, მწვენია საკუთარი თავად ყოფნის, მეშინია და ვერ ვენდობი სხვების და ასევე საკუთარ თავს ვერ ვენდობი და აი ამაზე რომ არ ვსაუბრობ და ეს რომ ჩვეულებრივი მოცემულობა ხდება, ეს არ არის რაღაც ბავშვობის ტრამვებზე საუბარი, ხო? დღიდან დღემდე თუ დავაკვირდები, ჩემში აი ეს მოცემულობები ხდება. რაღაცის რო შემეშინდება, თითქოს იმის იგნორს ვიწყებ და ქმედებებს ვაგრძელებ. და ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს. აი ამ გულწრფელობას სანამ მე არ შევიტან ჩემ შიშებში, მაგამდე ეს შიშები არსად არ მიდის. და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ ამ კითხვებს გულწრფელად გავცე პასუხს, როცა ადამიანი იწყებს ნაბიჯებზე მუშაობას, ეს კითხვები ეძლევა ამ ადამიანს და ჩვენი არჩევანია მე რამდენად დეტალურად და რამდენად გულწრფელად გავცემ ამ კითხვებს პასუხს. ასევე ძალიან დიდი ტანჯვა იყო ჩემი შიშები პირად ცხოვრებაში. მე როდესაც პროგრამაში ჩავერთე, ჩემი მთავარი ერთ-ერთი ჩართვის მიზეზი იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვიტა ურთიერთობის დასრულება, რომ მე მაშინ ემოციურ დიდ მოხმარებაში ვიყავი, როგორც მატერიალურ მოხმარებაში, სამსახური ფინანსები, ისე სუბსტანციური მოხმარება, სექსუალური ემოციური მოხმარება, სიმძაფრეები, ნერვიულობა, არავითარი ზრუნვა საკუთარი თავის მიმართ, მოკლედ ღრმად მეძინა და მაშინ ჩემი ყოფილმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ნაბიჯებზე სერიოზულად ემუშავა და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაესრულებინა ურთიერთობა და ეს იყო ჩემთვის მთავარი მიზეზი, რატომაც მე დამეწყო ფსკერთან მიახლოვება და როდესაც პროგრამაში ჩავერთე, გამუდმებით მტანჯავდა ის, რომ აღარ მექნება შესაძლებლობა ამ ადამიანთან ურთიერთობის. ანუ მე დავკარგე თითქოს ისეთ დიდი საჩუქარი, რა საჩუქარიც ამ ადამიანის სახით მქონდა. და გამუდმებული შიში იმის, რომ ამ ადამიანის გარეშე უნდა ვიცხოვრო აწის მთელი ცხოვრება. რა მე მახსოვს, რომ მის სპონსორს დაურეკე, როცა პროგრამაში ჩართვა ვითხოვე და დახმარება ვითხოვე, დაურეკე მის სპონსორს და მან დამამატა ჯგუფებზე და მე ასევე ვკითხე ამ ადამიანს, რომ თუ არის მე ხა დავიწყე ნაბიჯები და მინდა რომ დავიწყო და თუ არის შესაძლებლობა რომ მე და ამ ადამიანში დავაგდეს ურთიერთობა და იმ ადამიანმა მითხრა ესეთი რაღაცა, რომ აი წარმოიდგინე ორი უცხო ადამიანი რომ ერთმანეთს შეხვდება. და თავიდან თუ გადაწყვეტავს ეს ორივე ადამიანი რომ კონდეს ურთიერთობა, აი შენც ზუსტად იგივე სიტუაციაში ხარ რა. რომ ანუ როცა ორი ადამიანი ჩამრთელდება, მე ხვდება ერთმანეთს, თუ შეხვდება, როგორც რავი მე და სხვა რენდომ ადამიანი ერთმანეთს შევა ქუჩაში შევხვდეთ ან გადავიკვეთოს ჩვენი გზები ერთმანეთს და შეიძლება მე ჩამოყალიბდეს ჩვენში მსგავსი ურთიერთობა, აი ზუსტად იგივენაირად შეიძლებოდა რომ ჩემთანაც მომხდარიყო და ამის მიმღებლობა მქონდა, რა იმიტომ რომ ხვდებოდი რომ ჩემი დაზიანებული წარმოდგენებით და გონებით მე უკეთეს ურთიერთობას ვერ დავიწყებდი რა. იგივე პატერნი გამივითარდებოდა და ამას ხვდებოდი რომ საჭირო იყო და აუცილებელი საჭიროებაც კი იყო მე და ამ ადამიანის საცალკე ყოფნა. უბრალოდ ჩემში იყო მიუღებლობა და უზარმაზარი შიში რომ ვერასდროს ვეღარ დაალაგდებოდა მე და ადამიანის შორის ისეთი ურთიერთობა როგორც აქამდე მქონდა რა. ანუ ესეთი პარტნიორულ როლში აღარ ვიქნებოდი, თან სოლო როლში აღარ ვიქნებოდი, ძალიან დიდი შიშებს მაძლევდა და მახსოვს რომ შუა ღამეს ხშირად მეღვიძებოდა ხოლმე და ერთ-ერთი ესეთი ღამე იყო. გამაღვიძა სიზმარმა, ეს სიზმარი იყო საკმაოდ ცხადი, ამ სიზმარში ნახე ჩემი ყოფილი მეუღლე სხვა ადამიანთან, რო ქონდა ურთიერთობა, ყავდა შეყვარებული და ამ ადამიანთან დავინახე და ამან ჩემში იმხელა პანიკა და შფოთი გამოიწვია, რომ მახსოვს რომ აი ძალიან განერვიულებულმა გავიღვიძე და წამოვხვდი რა საწოლიდან და მაშინ პირველი ჩემმა გონებამ რაც მომაწოდა იყო ის რომ ირაკლი ნუ გეშინია რა ეს სიზმარია რა მხოლოდ სიზმარია მაგრამ აი მან დამეხმარა ნაბიჯები გულწრფელობა და პასუხისგებლობის აღება რომ და მეოთხე ნაბიჯი რაც მეუნება ხო ღრმად და უშიშრად გამოვიკვლიო საკუთარი თავი ხო და მე დავინახე რომ მქონდა შესაძლებლობა რომ აი ამ ეს სიზმარი ყოფილიყო ჩემთვის კარგი ტრენაჟორი, ხელსაწყო ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარებოდა რა ამ შიშთან დარჩენაში და არა გაქცევაში. ჩემმა გონებამ, როგორც ეგამ თქვი, პირველი იმპულსი რაც მომაწოდა იყო ის რომ თავი დავიმშვიდო და თქვა რომ აიცი რა არა უშავს, უბრალოდ სიზმარია რა. მაგრამ მე დავსვი ესეთი კითხვა საკუთარ თავთან. მოდი დავუშვათ რომ სიზმარი არ არის. მე ხო ამ ემოციას ვგრძნობ. ეს ემოცია ხო ილუზია არ არის. ანუ სიზმარი იყო თუ არ იყო სიზმარი, მე ახლა ფიზიკურად ამ ემოციას ვგრძნობ. ვგრძნობ ეჭვიანობას, ვგრძნობ ბრას, ვგრძნობ სასოწარკვეთას, თავის შეცოდებას, სევდას, მარტოსულობას, მონატრებას ამ ადამიანის. ამას მე ხო მართლა ვგრძნობ. კი, შეიძლება სიზმარი იყო, მაგრამ სხეულში ეს შეიგრძნობა. ჩემს ფიქრებში არის ისევ განერვიულებული პატერნებს, ხედავ ფიქრების სხვადასხვა ქაოტურ ფიქრებს ამ ადამიანთან დაკავშირებით.
ხო და მე ვთქვი საკუთარ თავთან, რომ ანუ არ მაინტერესებს სიზმარი იყო თუ არა, ამ ემოციებს ეხლა რასაც გძნობ, საკმაოდ რეალურია რა. და მოდი მე დავრჩები ამ ყველაფერთან, არ დავიმშვიდებს თავს, იმითი რომ ის ადამიანი ჩემზე ფიქრობს, არ ფიქრობს, ვინმესთან არის, არ არის, სიზმარი იყო, არ იყო. ამითი არ დავიმშვიდებ თავს. არამედ ვიღებ ამ მოცემულობას და მახსოვს რომ ღმერთს მეუბნებოდი, რომ ღმერთო, ვიღებ ამ მოცემულობას, ვიღებ ამ ემოციებს. თუ შენი ნება არის, რომ ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, ხო მომეცი ძალა და გამბედაობა, რომ დავრჩი ამ ემოციებთან. იმიტომ ეს ჩემი გამოცდილებაა, ჩემი ცხოვრება, ეს ემოციები ამ მომენტში შეიგრძნობა რეალურად და მე თუ ამ ემოციებს გაურბივარ, მაშინ ყოველთვის გაქცევაში უნდა ვიყო, როგორც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე და მე ვთხოვე ღმერთს ძალა, რომ მე დამეხმარე, რომ დავრჩე რა ამ ყველაფერთან და მახსოვს რომ ამ დარჩენამ გამოიწვია ის, რომ მე ვთქვი ესეთი რაღაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი სად არის, ვისთან არის, როგორ არის, რას აკეთებს, ღმერთო, ქონოდეს ყველაფერი, რაც მას ჭირდება. მიეცი მას სიმშვიდე და შენთან ყოფნის შესაძლებლობა. და მახსოვს რომ მექშიში მან დასრულდა. დღესაც მომდის ხოლმე მსგავსი შიშები? კი, დღესაც მომდის ხოლმე მსგავსი შიშები, მაგრამ ზუსტად იგივეს ვაკეთებ. არ ვიმშვიდებ თავს არ ვიტყუებ, რაღაც ილუზიაში არ ვაცხოვრებ, არამედ მე მზად ვარ, რომ ემოციასთან ვიყო და თანაცხოვრება შევძლო ამ ემოციასთან. მე მზად ვარ, რომ ამ ფიქრებთან თანაცხოვრება შევძლო. არ ვანიჭებ მნიშვნელობას, არ აღვიქვამ სერიოზულად, მაგრამ თუ ვატყობ რომ სხეულში და ფიქრების დონეზე შეიგრძნობა, არ გავურბივარ და საკუთარ თავს არ ვიმშვიდებ, არამედ რჩები ამ ყველაფერთან. და ამ ყველაფერში მეხმარება მხოლოდ ერთი რაღაც. რომ იმ მომენტში მე მანერვეულებს ის, რომ მაქვს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და გამუდმებული შეგრძნება, რომ სადღაც მაგვიანდება რა. მე მახსოვს რომ იყო ეგეთი შეყვარებულები ხშირად იძახდნენ ხოლმე ჩემს გარშემო მსგავს ფრაზებს, რომ აი თუ გიყვარს ბოლომდე უნდა იბრძოლო მისთვის. ან ასევე ნათქვამი გაგონილი მაქვს ესეთი ნათქვამი, რომ აი რო არისო ნათქვამიო, რომ თუ გიყვარს გაუშვიო, ეგო სუსტი კაცების ნათქვამი არისო. და ეს ყველაფერი ჩემზე მოქმედებს. 1000 რაღაცა მაქვს მოსმენელი რა. ზოგჯერ სიბრძნე, ზოგჯერ ვითომ სიბრძნე, მაგრამ ეს ყველაფერი ამ დროს მე მახსენდება და ამ დროს ჩემზე მოქმედებს. და მიჩნდება გამუდმებული შეგრძნება, რომ თუ სიყვარული არის, სიყვარულისთვის უნდა ვიბრძოლო რა და მოვიპოვო ეს ადამიანი და დავუმტკიცო რომ მე გამოვჯამთელდი და დავანახო რომ მე სხვა ადამიანი ვარ, მისი გული ხელახლა მოვინადირო და ვიყო რომეო. ეს არის გონების იგიში. ეს არ არის სიყვარული. ეს არის დამოკიდებულება, ეს არის ემოცია, ეს არის სიმძაფრის დევნა და ეს არის დაავადებული გონების გამოვლინება. იმიტომ რომ მე დავიღალე და თან ძალიან დავიღალე ამ ემოციაში ყოფნა, რასაც ქვია რომ აი უნდა დავიმსახურო რაღაცეები. და ეს ნიშნავს იმას, რომ მე ღმერთს ვერ ვენდობ. მაღალ ძალას ისე როგორც მე მესმის, ამ პროცესებს ვერ ვენდობ. ჩემს გაასავლელ და განვლილ და იმ გზას, რასაც ახლა გავდივარ, აი ამ გზას ვერ ვენდობ. და იმან მე რაც ყველაზე მეტად მეხმარება არის ის, რომ დავინახო, რომ აიგმანერიულებს რა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს, საკუთარი სტრატეგიების იმედი მაქვს. სტრატეგიული აზროვნება მაქვს და ყველაფერში და ყველგან სტრატეგია მაქვს და ამ სტრატეგიებს ვენდობი მე. და არა ღმერთს, მაღალ ძალას, ის როგორც მე მესმის პროცესს სამყაროს. და მან დეტალით რაც მეხმარება და რაც აი ამ მსგავსი შიშების დროს ერთადერთი, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ღმერთო იყოს ნება შენი. გენდობი, თუ ესე უნდა იყოს, ვიღებ თანახმაო, ესე იყოს. გენდობი, შენ უკეთიცი. ესაა მთავარი, რომ აი ეს განვავითარო მე. ღმერთზე მინდობა, პროცესზე მინდობა, ცხოვრებაზე მინდობა. და არ მეგონოს, რომ რაღაცა სტრატეგია დავაკელი. აი ესეთი რაღაცა არის რა ნათქვამი და ამას ხშირად ვიცახი ხოლმე და მე ძალიან მეხმარება. აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს, იმიტომ რომ მჭირდება. რა მდგომარეობაშიც დღეს ვცხოვრობ? ვცხოვრობ, იმიტომ რომ მჭირდება. სადაც ვმუშაობ? ვმუშაობ, იმიტომ რომ მჭირდება. რა შეყვარებულიც მყავს, ან თუ არ მყავს, მაქვს ეს მოცემულობა, იმიტომ რომ მჭირდება. და არა იმიტომ, რომ მე რაღაცა ვერ გავაკეთე ან მაგარი ვარ და გავაკეთე და მაგიტომ მაქვს. და ასევე არის რომ რაც არ მაქვს, იმიტომ რომ არ მჭირდება. და დღეს თუ ჩემს გვერდში პარტნიორი არ არის, რაღაც კონკრეტული სამსახური რომელიც მინდოდა არ არის, ან ურთიერთობა არ არის, ეს იმიტომ კი არა რომ მე სტრატეგია დავაკელი. არა, ეს იმიტომ რომ არ მჭირდება. და ამის ან მე მჯერა, ან არ მჯერა. ამ პროცესს მე ვენდობი ან ვერ ვენდობი. თუ ვერ ვენდობი, მაშინ შიში თანმხლევია გამუდმებით. მაგრამ თუ ვენდობი, დობის დროს შიში აღარ არის. და ეს მთავარი საკვანძო არის პროგრამაში, რომ მე ვარ დაავადებული რწმენის ნაკლებობით. მე
თუ ფული მაქვს, თუ კარგი სამსახურში პოზიცია მაქვს, თუ ისეთი მეგობრები მყავს, რომელიც გვერდში დამიდგებიან, თუ შეყვარებული მყავს, თუ სიყვარულს მეფიცებიან, მანდ მშვიდად ვარ. და მანდ ღმერთის ნდობაც მარტივია და საკუთარი თავის ნდობაც მარტივია. რეალურად მე აი ამ გარემო პირობებს ვენდობი, რომლებიც თავს უსაფრთხოდ მაგძნობინებს, მაგრამ საკმარისია რაღაცა გამომეცალოს და შფოთი მეწყრები. და რატო? იმიტომ რომ დამანახოს, რომ მე აი ამ მოვლენებს, ნივთებს, ადამიანებს, უსაფრთხოებას ვეძებდი მასში. და ამებს ვენდობოდი. და რა მაღალ ძალას. მაღალ ძალას თუ ვენდობი, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ჩემ ცხოვრებაში რა იცვლება. მე მჯერა რომ იცვლება, იმიტომ რომ ეს გამოცდილებები მე მჭირდება. და სულ რომ არ მჯეროდეს რომ მჭირდება, ანუ მოცემულობა ეგ არის. და მე ხვდები დღეს რომ ადამიანებს არ აქვთ ჩემთან ურთიერთობა ჩემი გადაწყვეტილებით. არამედ ყველა ადამიანს აქვს ურთიერთობა ჩემთან თავიანთი გადაწყვეტილებით და მე ამას პატივს ვცემ. პატივს ვცემ რომ ადამიანს შეუძლია დღეს კონდეს ჩემთან ურთიერთობა და პატივს ვცემ რომ ამ ადამიანის არჩევანა და შეუძლია რომ დღეიდან აღარ კონდეს ჩემთან ურთიერთობა. და ეს არ არის ჩემ კარგობაზე ან ცუდობაზე დამოკიდებული. ჩემში გამუდმებით არის ასევე შიში იმისი რომ რაღაცას არასაკმარისად ვაკეთებ თუნდაც სამსახურთან მიმართებაში რა. აი სამსახური რაზეც ვმუშაობ, ჩემთვის თითქოს არ არის რა ისეთი სამსახური რომელიც მე შემეფერება, ან რომელიც განმავითარებს, ან რომელიც მაინდა-მაინც ჩემი სულის ამოძახილია რა. არ ვმუშაობ ისეთ სამსახურში რომელზეც მიოცნებია მაგალითად. არის ძალიან ისეთი ერთფეროვნული სამსახური, რომელსაც თითქმის ყოველდღე ერთ და იგივეს ვაკეთებ. და გამუდმებით მაგ განცდა და შიში იმისი რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და ვერ ხვდები რას ვაკეთებ არასწორად, იმიტომ რომ ეს სამსახური თითქოს არ მცილდება რა. და გამუდმებით ვიდანაშაულებ საკუთარ თავს რომ შეცდომას უშვებ და რაღაც არასწორად ვაკეთებ. და მეშინია იმისი რომ ცხოვრება მეცლება ხელიდან, დრო გადის და ამ ყველაფრის მეშინია. ცხოვრებას ვფლანგავ რა. ჩემს ახალგაზრდობას ვფლანგავ. ისეთ რაღაცას ვაკეთებ, თითქოს მაგ ხომე ზოგჯერ დაჯერება, რომ აი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ვინც ჩემს ავტორიტეტია, ასევე არის ღმერთი, რომელიც მიყურებს და მელოდება, რომ აი ეხლა მაინც მიხვდეს იქნებ ირაკლი, რომ გაეშვას მაგ სამსახურს და თუ გაეშვება, მაშინ ჩვენ მისი მეგობრები ვიქნებით და თუ ვერ გაეშვება ამ სამსახურს, ბოლო-ბოლო ჩავიქნებთ რა ხელს რა, ვერ მოსულა აზზე. ხო და აი ეგ დამოკიდებულებები არის ჩემი გონების სიგიჟე, რაც იწვევს შიშებს, უნდობლობა სამყაროს მიმართ. და საკუთარ თავთან ცუდი მეგობარი ვარ რეალურად რა არ ვარ საკუთარი თავის კარგი მეგობარი რომ ამ ყველაფრით ვაკრიტიკებ და ამ შიში ვაცხოვრებ და რატო? იმიტომ რომ ვერ ვენდობი პროცესს, ვერ ვენდობი მაღალ ძალას. მე მგონია რომ ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში რაც ხდება, ჩემი გადაწყვეტილებით ხდება და ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. ეს არის თვითკონცენტრაცია. მაგრამ რავი, მე რო გულწრფელად გავაზიარო რეალურად ჩემ ცხოვრებაში რა ცვლილებებიც მომხდარა და საერთოდ ზოგადად რა შედეგებიც დამდგარა ჩემ ცხოვრებაში ნებისმიერ, აი აბსოლუტურად ნებისმიერ ამაში. ყველაფერი მომხდარა მაშინ, როცა ვთქვი, რომ ვეღარ ვაკეთებ რა, აღარ შემიძლია რა. აქედან გამოსავალი რა არის, ან ჩემთვის სწორი რა არის, ან უკეთესი რა არის, ან სხვისთვის სასარგებლო რა არის, არ ვიცი. და მე ხდება თავისთავად ისე როგორც ხდება. დღეს ცხოვრებაში რაც მაქვს, რითაც კმაყოფილი ვარ და მადლიერი ვარ, არაფერი არ მაქვს ჩემით. ყველაფერი ყოველთვის ისე ლაგდება, როგორც მე ვერ წარმოვიდგენდი. და მე ვიძახი, რომ უი კიდე კაი ესე დალაგდა რა. აი ესეთი გამოთქმა ხო არის, რომ რაც არ გინდა ღმერთმა არ მოგცეს. ქართველებს გვაქვს ეგეთი გამოთქმა, ხო? ხო და მე მგონია, რომ ეგ წყევლაა და მაგას არ ვეუბნები არავის. იმიტომ რომ ღმერთმა დამიფაროს, რაც მინდა ის მქონდეს. რაც ამ გონებით მინდა ეგ რომ მქონდეს, მაგისგან ღმერთმა დამიფაროს. და როცა ვიძახი მე სხვა ადამიანს, რომ რაც არ გინდა ღმერთმა არ მოგცესო, წყევლა რატო არის? იმიტომ რომ მე ცხოვრებაში ყველაფერი რაც თავიდან ვიძახდი რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი დიდ მადლიერებად მეკცა და ვიძახდი რომ ღმერთო რა სიბრძნე არის ამ სამყაროში რომ მე რომ არ მინდოდა რისაც მეშინოდა, რასაც გაურბოდი, რაზეც გაუბრაზდი რომ დადგა ეგ მოცემულობა, იმიტომ რომ ვიძახდი რომ არ მინდა ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი გამოცდილებებიც, განვითარება სულიერი, ფიზიკური. რეალური ცვლილებები მაგან გამოიწვია. ამიტომ რაზეც მე ვიძახი რომ არ მინდა, ხშირ შემთხვევაში მეძლევა. იმიტომ რომ იმ მომენტში ვერ ხვდები, რომ ჩემთვის კარგია. სასარგებლო აუცილებელია, სხვანაირად არც გამოვიდოდა.
ერთი კითხვა დამისვეს ერთხელ მახსოვს რომ აი ღმერთი რო იყო რას გააკეთებდი რას შეცვლიდი შენი წარსულით და მე დღეს ხვდები რომ სხვანაირად შეუძლებელია აბსოლუტურად ყველაფერს დავტოვებდი ზუსტად ისე როგორც იყო გამოცდილებებში და მე რო ყოფილიყავი ღმერთი მეც ეგრე გავაკეთებდი აი ზუსტად ეგრე გავაკეთებდი იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია ამიტომ მე რაც არ მინდა ხშირ შემთხვევაში ის ჩემთვის ასარგებლოა ამიტომაც ვიძახი რომ ქონოდეს ყველას ის რაც ჭირდება და არ კონკრეტდები კონკრეტულად ვის რა უსურო, როგორ უსურო, რა შიშებისგან განთავისუფლება უსურო, თუ რა ხასიათის ეფექტები უსურო. მე მჯერა რომ მაღალ ძალა, როგორც მე მყავს ეს მაღალი ძალა, ის ეყავს ყველა არსებას და თუ მივენდობი და თუ მაქვს იმის გამბედაობა რომ ბოლომდე მივანდო საკუთარი თავი და გამოცდილებები და შედეგები რაც შემცხოვრებაში ხდება, ჩემი გამოცდილებით იქ შიშები იკლებს და იკლებს. აღარ არის შიშები, იმიტომ რომ ვენდობი. და შიში არის უნდობლობა. შიშის მთავარი სახელი შეგვიძლია ვთქვათ, არის უნდობლობა. ასევე არის ხოლმე რომ ყოველ თვე მეშინია იმისი რომ რაღაც ფინანსური ვალდებულებები ვერ გადავიხადო, იპოთეკა ვერ გადავიხადო, მანქანის განვადება ვერ გადავიხადო, კომუნალურები ვერ გადავიხადო. ყოველთვის მეშინია ამის. მაგრამ ყოველთვის ისე ლაგდება რომ ვიხდი ამ ყველაფერს. და რატომ აქვს მაინც ეს შიში? ანუ ჩემში არის ეგ დაავადება, რომელიც ვერ სწავლობს მინდობას. არ შეუძლია რომ მიენდოს რა. გამუდმებით ამ ნერვიულობაზე არის მიდრეკილი და გამუდმებით თვის ბოლოს თანხის დათვლაზეა ორიენტირებული. ერთხელ მახსოვს რომ აი ამ თანხების გონებაში დათვლაში გაბლანდურმა სპონსორს დაურეკე და ვთხოვე დახმარება და თავისი გამოცდილების გაზიარება და რომ მოუყევი მოკლედ ჩემ თავს რაც ხდებოდა მახსოვს რომ ეგეთი რაღაცა მითხრა რომ აი ჩემს გონებაში კალკულატორი რო ირთვება და ციფრები ამონათდება და გათამაშებას ვიწყებ ეგ არის ჩემთვის ინდიკატორია რომ მანდ უნდობლობაში ვარ სამყაროს მიმართ და მანდ უნდა გავეშვაო რა ეგ არის ნიშანი რომ გავეშვა ანუ მე არ შემიძლია ამ კალკულატორთან დარჩენა იმიტომ რომ ეს კალკულატორი ყოველთვის ჩემზე ძლიერია ყოველთვის დაბნეულობას გაურკვევლობას იწვევს ყოველთვის უნდობლობაში გადავყავარ ამიტომ როგორც კი დღეს მეც ვისწავლე ჭკუა მაგეთი რომ აი როგორც კი ჩემ გონებაში დავიწყებ ციფრების გადათამაშებას რას კალკულატორი ჩაერთვება და აბა აი ხა ის გამოვიტანო ის გადავიხადო აი ამ სიძაფრეში აღარ შევდივარ რა ეგ არის ინდიკატორი იმისა რომ ხელი გაუშვა და თქვა რომ დაიყოს ნება შენ მე ვაკეთებ ჩემ გასაკეთებელს და ნებისმიერი შედეგი მჭირდება რომ გადავაბარო მე თუ დღეს რამის მეშინია რომ ფინანსურად ვერ გაუმკლავდები ეს იმიტომ რომ მე საკუთარ თავს ვენდობი მხოლოდ და მხოლოდ და საკუთარ თავში მე ვიცი რომ მიდრეკილი ვარ რაღაც დეფექტებისკენ ანუ საკუთარ თავს ვაკონტროლებ და ამ კონტროლისგან ვიტანჯები მე მახსოვს რომ ძალიან დიდი ხანი ეგეთი ფიქრებით და ემოციებით ვიტანჯებოდი რომ მქონდა შიში ღმერთისგან დასჯის აი მაგალითად ლოცვის დროს მომდიოდა ძალიან ისეთი ბილწი ფიქრები სცენარებს წარმოვიდგენდი ხატებთან მიმართებაში, წმინდანებთან მიმართებაში და აი ლოცვის დროს კი ლოცულობდი, მაგრამ გამუდმებით თავში რაღაცნაირი სურათხატები მქონდა ხოლმე, ფიქრები და სცენარები მქონდა ხოლმე და ეს საშინელი განცდა იყო იმით, რომ აი რავი ძალიან უკანასკნელი ადამიანი მეგონა ჩემი თავი მორალურად, რადგან ის რაც ჩემთვის წმინდა იყო, იმაზე ესეთი ფიქრები მქონდა და ამას ვერავის ვერ უზიარებდი, ძალიან დიდი შიში მქონდა, რომ ამას თუ ვინმე გაიგებს, ვერც გაიგებენ და თუ გაიგებენ კიდევ კაი დღე არ დამადგება რა და ხო ეს ცალკე შიში არის და ეს კიდე ჩემი არასწორი წარმოდგენა იყო და ჩემი შეცდომა აქ არის შეცდომა კიდევ ერთხელ ვიძახი არა როგორც განსჯითი დახასიათება არამედ დავაკვირდე უპს ერორი სად მომივიდა რა დავიჯერე არასწორად და ჩემი მაგას ვიძახი მე შეცდომას რა და არა ცოდვას ცოდვა და შეცდომა ერთმანეთთან განსხვავდება შეცდომა ჩემი ეგ იყო რომ ისევ საკუთარი გონებით დავიწყე ხელმძღვანელობა, საკუთარი გონებით შევაფასე, დავაფასოვე და დავარქვი, რომ ეს გასაზიარებელი არ არის და ამას ვერამ ვერ გაიგებს და არავისთან არ მივედი და არ გაუზიარე რა, შენც ხომ არ დავსვიკითხო, რომ შენც ხომ არ გაქვს გავსი გამოცდილება და რას ფიქრობ ამაზე და მე აი ესე და ესე ხდება ჩემს თავს, რომელიც მაწუხებს. არავდექი და არავისთან არ გავაზიარე და ამის ძალიან დიდი შიშები მქონდა რა, რაც შემდეგში მე რა თქმა უნდა პროგრამაში მე-4 მე-5 ნაბიჯების დროს როცა მეგობრებსაც გაუზიარე და ჯგუფის წევრებსაც გაუზიარე და იმათმაც მითხრეს რომ მათაც აქვთ მსგავსი გამოცდილებები მე მივხვდი რომ არ არის ჩემი გამოცდილებები უნიკალური, არამედ ადამიანურია და ნორმალურია. უბრალოდ ამას ჭირდება სწორი ხედვა. ჩემს თავს ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება მაქვს რა.
ეგეთ რაღაცას ვაკვირდები, რომ რა ურთიერთობაც მაქვს ღმერთთან ისე როგორც მე მესმის, ზუსტად იგივე ურთიერთობა მაქვს საკუთარ თავთანაც და სხვა ადამიანებთანაც რა. აი მაგალითად თუ ჩემთვის ღმერთი არის დამსჯელი და დამაჯილდოვებელი ასევე და ამას ის განსაზღვრავს, რომ ჩემი ქმედებები შეაფასოს და თუ კარგად მოვიქეცი დამაჯილდოვოს, თუ ცუდად მოვიქეცი დამსაჯოს, მეც ეგრე ვუდგები საკუთარ თავს რეალურად რა. და ჩემში იმდენად ღრმად არის ეს ღმერთთან ურთიერთობა შიშზე დაფუძნებული, რომ აბსოლუტურად ყველა ჩემ ქმედებას მე თვითონვე ვაკრიტიკებ და მე თვითონვე ვაფასებ, რომ აბა ეხა ეს კარგი ქცევა იყო თუ ცუდი ქცევა იყო, ამის გამო დავისჯები თუ ამის გამო დავჯილდოვდები. ან თუ ისეთი რაღაცა დამემართება, რასაც პრობლემატურ დღეს დავარქმევ, ან მოულოდნელად რაღაცა განვითარდება ისე როგორც მე არ ველოდებოდი და არასასიამოვნო მოვლენა არის ჩემთვის, მე გონებაში ვატყობ, რომ პირველი ფიქრი რაც შემოდის, ეს არის ის, რომ აი გუშინ რომ რაღაცა გავაკეთე, ესე იგი არასწორად გავიკეთებია და დავისაჯე ეხა მაგის გამო რა. ან ადამიანს რომ ესე უპასუხე, აი ხა მეც ესე მიპასუხეს. ანუ გამუდმებით თქოს ერთმანეთზეა გადაბმული ჩემი ქცევები, ჩემს აზროვნებასთან როგორ ვაფასებ და მე რა ურთიერთობა მაქვს ღმერთთან ამავდროულად. პროგრამაში არის ეგეთი სულიერი პრინციპი, რომ თუ იპოვი ღმერთს, იპოვი საკუთარ თავსაც. და მე რაღაცნაირად სულ პირიქით ვაკეთებდი მთელი ცხოვრება, რა თითქოს ღმერთზე გაბრაზებულიც ვიყავი ეგ პერიოდიც მახსოვს, არ ვიყავი გაბრაზებული ეგ პერიოდიც მახსოვს, მაგრამ ყოველთვის დისტანცია მქონდა იმ მხრივ, რომ აქ მე ვარ და იქ სადღაც საში ღმერთი არის და რომელიც აფასებს ჩემს ქმედებებს დადებითად ან უარყოფითად და მე შესაბამის გამოცდილებებსაც მიგზავნის რა. და მეგონა რომ თუ მინდა რომ ღმერთთან რაღაცა ურთიერთობა დავამყარო და მქონდეს და ღმერთთან რაღაცნაირი სიახლოვე მქონდეს, ამისთვის ჯერ მე უნდა გავხდე კარგი, მისაღები, შეიცვალოს ჩემი ქმედებები, ეფექტები, გახდეს ის დეფექტები, რითაც აქამდე ხელმძღვანელობდი და მისაღები უნდა გავხდე მოკლედ ღმერთისთვის რა. და ეს დამსახურებები არ არის მარტივი მისია, რაც საკუთარ თავს ვაძლევ რა. ესეთი უნაკლო ადამიანი უნდა ვიყო, შეცდომებს არ უნდა უშვებდე, ცოდვილი არ უნდა ვიყო, რომ გავხდე ღმერთის საყვარელი შვილი და მე ღმერთთან ურთიერთობის დამსახურება მქონდეს რა. და ეს ეწინააღმდეგება იმ სულიერ პრინციპს, რაც პროგრამაში დამახვედრეს და ჩემთვის უდიდესი დახმარება იყო და შეცვალა მაგან ჩემი ურთიერთობა იმ მხრივ, რომ ანუ ეს მე კი არ უნდა შევიცვალო. და შეცვლა რას ქვია ხო, რომ აი გამუდმებით საკუთარ თავს ვეძიებდე, გამუდმებით საკუთარი თავის აღმოჩენაში ვიყო, აბა რა არის ნამდვილი ჩემი მე, როგორია ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა და ვცდილობ რომ რაღაცნაირად ის ვერსია ვიპოვო, რომელიც ღმერთისთვის მისაღები იქნება რა, ანუ კარგი ირაკლი რომელია. და პროგრამამ პირიქით მითხრა, ანუ დაანებე მაგ ყველაფერს თავი, პირდაპირ მეუნება რომ თუ იპოვი ღმერთს, იპოვი საკუთარ თავსაც. და მე პირიქით ვაკეთებდი, ჯერ ვეძებდი საკუთარ თავს, რომ მე ღმერთთან მისასვლელი მქონოდა. ამიტომ მე ღმერთთან ურთიერთობა დავიწყე. არ აქვს ამას მნიშვნელობა მე როგორ მესმის, ვის როგორ ესმის სხვანაირად, ან ჩემი კონცეფცია რა არის, რა რელიგიაში გავიზარდე, ან ღმერთი როგორ დამიხასიათეს. ეს ყველაფერი მჭირდება რომ გვერდზე გადავდო და თქვა რომ ანუ მე მაქვს სურვილი, რომ ჩემებური კონცეფცია შევქმნა ისეთი მაღალი ძალის, რომელიც ჩემთვის იმუშავებს რა. ჩემთვის მისაღები იქნება, არ იქნება დაფუძნებული შეფასებაზე, შედარებაზე, დაჯილდოვებაზე ან დასჯაზე. ჩემი შიდა გამოცდილებით მე მჯერა რომ თუ მე ვარ ქმნილება, რომელსაც აქვს უნარი რომ მიემსგავსოს ღმერთს და მაღალ ძალას, რომელიც არც არასდროს ყოფილა ჩემს გარეთ, არამედ არის ჩემში და ჩემში მისი მარცვალი ვარ მე, შესაბამისად ჩემში არის ღმერთი და მე ვარ ღმერთი. და არა ისე როგორც ჩემს ეგოს ესმოდა რომ მე ვარ ყველაფრის შემოქმედი, არა მე ვარ ღმერთის შვილი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ გაღმერთდეს. ჩემში თუ არის მარცვალი, ამ მარცვალს ყოველთვის აქვს პოტენციალი რომ ნაყოფად იქცეს. შესაბამისად მე დღევანდელი ჩემი გამოვლინებები მჭირდება რომ გვერდზე გადავდო და დავიწყო ჩემში იმ სულიერი პროცესების უფლების მიცემა, რა პროცესებიც თავისთავად ისედაც ხდება ჩემთვის. და ეს იწვევს იმას, რომ მე ღმერთთან ვიწყებ ურთიერთობას, პოულობ ღმერთს და ეს მანახებს საკუთარ თავსაც, თურმე რა ვყოფილ ვარ, თურმე როგორი წარმოდგენები მქონდა საკუთარ თავზე და რეალურად რა ხდება ჩემში, საიდან მოდის ეს შიშები, წყენები, ბრაზები, სტოლვები, დამოკიდებულებები. და რაც თავარია, როდესაც პოულობ ღმერთს და ჩემებურ ურთიერთობას ვიწყებ მაღალ ძალასთან, ისე როგორც მე მესმის, ეს მაჩვენებს, რომ
რამდენად არაჯანსაღი ყოფილა ჩემი დამოკიდებულება აქამდე. ან როგორი ცივი ვიყავი, როგორი განპირობებული ვიყავი ღმერთთან ურთიერთობაში. ხო და აი ახლა მე როგორც ურთიერთობ საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან, გავს იმ ურთიერთობას, როგორც მე ურთიერთობდი ღმერთთან წარსულში. ხო და როცა პოულობ ღმერთს და ვიწყებ ღმერთთან ურთიერთობას, მაღალ ძალასთან, სულ ერთი რას დავარქვა სამყაროსთან, მაღალ მესთან, გონთან, ვის როგორ დაარქვას, ვის რა განცდაში როგორ აქვს რა. მე რა ურთიერთობასაც ვამყარებ მაღალ ძალასთან, იგივე ურთიერთობის შესაძლებლობა მაქვს საკუთარ თავთანაც და სხვა ადამიანებთანაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა ჩემით, არამედ ღმერთით ყველა ადამიანთან ურთიერთობაში. 12 ნაბიჯი არის მეოთხე ნაბიჯის ლოცვა. და ეს ლოცვა პირდაპირ მაძლევს ძალიან დიდ შუქს, სინათლეს, ხელმძღვანელობას და მიმართულებას მე როგორ შემიძლია შიშთან მიმართებაში შევცვალო ჩემი ხედვა. და დავინახო, რომ ეგოცენტრული ადამიანი ვარ რა. ეს შიშიც საკუთარ თავზე მაქვს მორგებული, დავიწროვდი ჩემს პატარა აღქმებში, ფიქრებში, ემოციებში, ჩემს პატარა სამყაროში ვარ დაკარგული. და როგორ გამთავისუფლდი ამ შიშისგან? რატომ ვერ ვუშვებ ამ შიშებს ხელს და რატომ ვერ თავისუფლდები? და მეოთხე ნაბიჯი ამათ ძალიან ნათლად მეუნება, იმიტომ რომ მე არანაირი მაღალი ძალის აღქმა არ მაქვს. მე ვიძახი, რომ კი მეოთხე ნაბიჯამდე მოვდივარ ისე, რომ ღმერთს ვიხსენიებ, ლოცულობ, სულიერი სიმშვიდის ლოცვის დროსაც ღმერთს ვთხოვ რაღაცეებს, ჯგუფებზეც ღმერთზე ვაზიარებ, მაგრამ სიღრმეში წმენის ნაკლებობა მაქვს. და ამას მეოთხე ნაბიჯის ლოცვა ძალიან კარგად მეუბნება და აი მაგალითად ავიღოთ შეფასების შიში, ხო? ან რავი, შეცდომის დაშვების შიში. ლოცვა მეუბნება ეს რაღაცას. ღმერთო, გამაცნობიერებინე, რომ შეცდომის დაშვების შიში მე მაქვს მხოლოდ საკუთარი თავის იმედის გამო. ღმერთო, დამანახე, რომ მე რომ შენ მოგენდო სრულად, მე შიში აღარ მექნება. ღმერთო, დამიხსენი შეცდომის დაშვების შიშისგან, გადახდე ჩემი ყურადღება იმაზე, თუ როგორ ვიყო სასარგებლო სხვებისთვის და ვიგრძნო თავი ბედნიერად, გახარებულად, თავისუფლად. და ეს ლოცვა არის ძალიან დიდი შუქი იმ სიბნელეში, რასაც ჩემი წარმოდგენები ქვია. მე ვხედავ ამას აშკარად, რომ ჩემი ნებისმიერი შიში, რომელიც არ უნდა დავასახელოთ. ნებისმიერი შიშის მთავარი წყარო არის ის, რომ მე იმ მომენტში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს და არაფერი სხვისი. იმ მომენტში მე ვერ ხვდები, რომ შემიძლია მაღალ ძალას ისე როგორც მე მესმის, მივანდო ეს მოცემულობა, მივანდო საკუთარი თავი, მივანდო ის პროცესი. და შეიძლება დავინახო, რომ ეს შიში აღარ მაქვს. მე მჭირდება ვთხოვო მას დახსნა ამ შიშისგან იმითი, რომ გადავრთო ჩემი ყურადღება სხვების საჭიროებებზე, დახმარებაზე, მზრუნველობაზე, მათ მსახურებაზე და არა ისე, რომ აბა მე არამეთი არ დავზიანდი და მე რა სარგებელს მივიღებ რა. მე თვითკონცენტრაციით დაავადებული ადამიანი ვარ. ეგოცენტრულობით შეპყრობილი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერში აბა მე არ დავზიანდი, აბა მე რა ხერს მივიღებ, აბა მე რა სარგებელი მექნება. ძალიან კონცენტრირებული ვარ საკუთარ თავზე. და ღმერთთან ურთიერთობა და მაღალ ძალასთან ურთიერთობა არის ერთადერთი, არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი გამოსავალი, რომ გამოვიდე თვითკონცენტრაციიდან. გამახსენდეს მასთან ურთიერთობა და გულწრფელობით და მოტივაციით, რომ დავინახო ჩემში და ვაღიარო, რომ ეხა ამ მომენტში მაქვს შიში, იმიტომ რომ ვერ ვენდობი მოცემულობას, საგანს, მწერს, ცხოველს, ადამიანს. მგონია რომ ამით მე ხა დავზიანდები, იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. და ეს შიში იმდენად საბაზისო ემოციაა და იმდენად მართავს ყველა ჩემს ცხოვრების სფეროს, რომ ძალიან ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ვოპერირებ აბსოლუტურად ყველა ქმედების დროს. აი ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ წყენებზე და ბრაზებზე, ხო? და იქაც თუ კარგად დავინახავ და გულწრფელად ჩავშლი ჩემს ინვენტარიზაციას, რასაც მეოთხე ნაბიჯი წყენებში მთავაზობს. იქაც მაგას დავინახავ, რომ ყველაფრის ძირი არის შიში. და ამ შიშის ძირი არის უნდობლობა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედის ქონა. უნდობლობა პროცესების და მაღალი ძალის მიმართ. აი მე მქონდა ეგეთი დაკვირვება მაგალითად, რომ როგორ ხდება, რომ ადამიანზე ვბრაზდები რა? გაბრაზებული, აი რატო ხდები გაბრაზებული ამ ადამიანს? რა იწვევს ჩემში ბრაზს რა? და თუ დავაკვირდები და გულწრფელი ვიქნები, ჩემში არის გამუდმებით რაღაც ისტორიები, რასაც საკუთარ თავს გამუდმებით ვუყვები და მოცემულობების მიმართაც და ადამიანების მიმართაც. აი მე რო დავდივარ, ესეთი მოძრავი რაღაც პროცესორი ვარ, რომელიც ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ანალიზებს. ასკანერებს, განიხილავს და ასაწყობებს მე გონებაში. მე ყველაფრის მიმართ რაღაც წარმოდგენები და მოლოდინები მაქვს. და ეს მოლოდინები ბადებს ზუსტად ბრას. აი მაგალითად თუ ნებისმიერ წამს ადგები
რაღაცაზე გაბრაზდი და იმ წამს დაუსვავ შენ თავს კითხვას. რომ რა რისი შეგეშინდა? მე ვხედავ რომ გაუბრაზდი, იმიტომ რომ შემეშინდა. პირველი, შემეშინდა იმისი რომ საფრთხე არ დაემუქროს ჩემს ფიზიკურ ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ანუ მისმა ქმედებამ გამოიწვია ჩემში საფრთხე და ამის მეშინია და ამ შიშმა გამოიწვია ბრაზი. ან მეორე, მისი ქმედებამ არ დააკმაყოფილა ჩემი მოლოდინი, როგორ უნდა გაეკეთებინა მას ეს ქმედება. აი მაგალითად რა, გზაზე მივდივარ და ვხედავ რომ ვიღაცამ ჩამიჭრა შუქნიშანთან. და ამა ძალიან გამაბრაზა. და ჩემ თავს ვეკითხები რომ მოიცა ეხა რაზე გაბრაზდი? ეს კი არა მთავარი კითხვა, რისი შეგეშინდა? და მე შემეშინდა იმისი რომ ამ ადამიანმა პირველ რიგში სახიფათოდ ჩამიჭრა და საფრთხე შეუქმნა ჩემს ჯანმრთელობას და მეორე მე შემეშინდა იმის რომ ეს სცენარი არ მქონდა გათვლილი. მე უკვე წარმოდგენილი მქონდა რომ შუქნიშანზე წითელი რუანთია პირველი მივიდოდი. და ამ ადამიანმა რომ ჩამიჭრა, ჩემი სცენარი შეიცვალა ეხა. და პირველი კი აღარ ვარ, ეხა მეორე ვარ. ანუ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ის სცენარი რაც გონებაში წამიერად დავალაგე არ გამართლდა. ვიღაც თავხედმა მოვიდა და შემიცვალა სცენარი და ამან გამობრაზა. აქაც ჩანს ჩემი ეგოცენტრულობა ძალიან მკაფიოდ, თვითკონცენტრაცია და ყველაფერის მიმართ მოლოდინი, რომ აი როგორც მე წარმომიდგენია, როგორი შეხედულებებიც მე მაქვს, როგორი სრულებიც მე მაქვს, მე უნდა დამიკმაყოფილდეს. და ვინც ამ ჩემს მოლოდინს არ გაამართლებს, იმის მიმართ მაქვს გაღიზიანება, გაბრაზება, ეს გაბრაზება მე ხანგრძლივ წყენაში გადადის. და საწყისი იყო ის, რომ მე ამის მეშინია. და ამ შიშთან მე არაგულწრფელი ვარ, აღიარება არ შემიძლია რა, რომ შემეშინდა. თორე თუ როგორც კი ვატყობ, რომ ვაღიარებ, ეს აღიარება მიხსნის გზას მერე გაზიარების, კითხვების დასმის, მაღალი ძალის გახსენების შესაძლებლობას მაძლევს, რომ მას გადავაბარო ეს ყველაფერი და არა ის, რომ ახლა ყველაფერი ირაკლის მოსაგვარებელი არის. მე საკუთარი თავით და საკუთარი ძალებით ეგ რო შემძლებოდა ძალიან დიდი ხნის წინ დავალაგებდი. მე ერთადერთი რაც შემიძლია არის ის, რომ საკუთარი გონებით ბევრი დაზიანებები მივიყენო და სხვა ადამიანსაც მივაყენო, იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენები არ მუშაობს რეალურად, რა ჩემი წარმოდგენები იმიტომაც კი არ მუშაობს, რომ მე ნაკლული ვარ, ან ცუდი ვარ, ან ასე შემდეგ. არა, უბრალოდ გონება მიდრეკილია ამ თვითკონცენტრაციისკენ. მიდრეკილია, რომ ყველაფერი საჩემოდ გადააფასოს, გადახედოს, გადაალაგოს, ადამიანები, საგნები, ყველაფერი გააკეთოს, იურთიერთოს, იმანიპულატოროს, მოთაფლოს ადამიანები, მოიმადლიეროს და ასე შემდეგ, იმისთვის რომ მე ხვალ კარგად ვიყო. და ამაში ჩემი ტვინი კარგ საქმეს მიკეთებს, რა გამუდმებით განიხილავს წარსულის შეცდომებს და გამუდმებით მომავალში ეძებს ისეთ გამოსავლებს, რომ იგივე არ განმეორდეს. თუ განმეორდა ვიღაცის მიმართ ბრაზებს მიჩენს, წყენებს, გაღიზიანებებს და მანიშნებს რომ მოერიდე ამ სიტუაციას რა. ჩვენ ამას საფრთხე შეგვიქმნა, შეიძლება ისე ვერ გადავრჩეთ. მაგრამ ამას ხედავ მე ჩემს ტვინს და არ ვებრძვი რა. მადლობას ვეუბნები, კარგი მეგობარი ხარ, მადლობა რომ ეს ყველაფერი მომაწოდე, მაგრამ ეხლა ეს საჭირო არ არის. არ არის საჭირო მე დავიწროვებული აზროვნებით ვიცხოვრო, როდესაც მაქვს შესაძლებლობა რომ დავინახო რომ ამ ინფორმაციას მაწვდის, მაგრამ ეს ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ფაქტი, რეალობა, საღიაზრი შეიძლება არ იყოს. და ჩდება შიში. და ეს შიში როგორც ლოცვა მეუბნება და მეოთხნაბიჯი, ჩდება იმიტომ რომ იმ მომენტშივე საწყისი და მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონდა. როგორც კი მახსენდება რომ არის ძალა უფრო ძლიერი ვიდრე საკუთარია და მას გავუხსნი გულს, გონებას და ვიძახი რომ ღმერთო ვენდობი ამ პროცესს, გენდობი შენს, ვენდობი ყველა არსებას და იყოს ნება შენი და არა ჩემი. ეს ნდობა იწვევს რომ ჩემში თვითკონცენტრაცია იკლებს და რაც უფრო იკლებს თვითკონცენტრაცია, მით ნაკლებია შიში. და როდესაც შიში არ არის თვითკონცენტრაცია. მე ხშირად არის ხოლმე რომ აი როცა გველს დავინახავ ხოლმე ან ცხოველს რომელსაც მეშინი ან მწერს და ასე შემდეგ, ვიძახი რა რომ აი გენდობი. და ეს ნდობა ხსნის გულს და გონებას, გამოვყავარ თვითკონცენტრაციიდან. და რაც უფრო გამოდივარ თვითკონცენტრაციიდან, გულგახსნილობა მეტია, მაღალი ძალის აღქმა მეტია და ხვდები რომ მოიცა ეს მწერი აქამდე რომ ამხელა დისკომფორტს მიქმნიდა. რო არ მინდა რომ ჩემს ოთახში ეს მწერი იყოს, აბაზანაშია და მაშინებს, საშინელი მიუღებლობა მეწყება, ქუჩაში ძაღლი ყებს და მაშინებს. აი ეს ნდობის გაზიარება, გულგახსნილობა, ღმერთზე გადაბარება, ჩემში იწვევს დაფიქრებას და აშკარა დანახვას, რომ მოიცა კაცო, არც არავინ არ მემუქრება.
არც თუ ისეთი საფრთხის შემცველია ეს მწერი ახლა ჩემს ოთახში ან ქუჩაში ან ასე შემდეგ, როგორც მე მეგონა. არ არის ორიენტირებული ირაკლის დაზიანებაზე. არ არის ორიენტირებული ჩემს რაღაც გაბრაზებაზე. ძალით არავინ არაფერს არ მიკეთებს. და აი ეს გულგახსნილობა რაც მთავარია, ჩემში იწვევს იმას, რომ დავინახო, რომ როგორც მე მეშინია, ისე ყველა არსებას ეშინია რეალურად. ერთმანეთის გვეშინია, იმიტომ რომ არავის ღმერთი არ გვახსოვს ერთმანეთში. ყველა ჩვენი რაღაც აზრის დამტკიცების, თავზე მოხვევის, ჩვენი აზრის გატანის, სამართლიანობის აღდგენის და ასე შემდეგ რაღაცების დამტკიცების პროცესში ვართ. შიშით ურთიერთობთ ერთმანეთთან. ჩვენ გვეშინია, რომ ადამიანები დაგვაზიანებენ, გვატკენენ. და ინსტინქტურად გადავდივართ იმ რეჟიმში, სადაც არის ის, რომ ვატკინო, რომ არ მატკინონ. თავს დავესხა, რომ არ დამესხან. დავჩაგრო, რომ არ დამჩაგრო. და გამუდმებით უფრო და უფრო ვეფლობი ამ ჭაობში, რასაც ეგოცენტრულობა ქვია, რომ აი გადავირჩინო თავი იმის ხარჯზე, რომ მოდი მე ვიქნები რა, აქ ეხა ფხიზელი და თავს დავიცავ ვიღაცისგან, ვინც თავს მესხმის. მაგრამ არავინ არ არის რეალურად, ვინც თავს მესხმის. ყველა რაღაცა დიდი ტკივილი, შიშებზე ორიენტირებულობა, ეგოცენტრულობა, თვითკონცენტრაცია გვჭირს. და ყველა ერთმანეთში საფრთხეს ვხედავთ. და აი ეს ლოცვა, რომელიც მეუბნება, რომ ღმერთო გამაცნობიერებინე, რომ ყველა ეს შიში მე მაქვს მხოლოდ საკუთარი თავისი მედის გამო. ღმერთო დამანახე, რომ მე რომ შენ მოგენდო, სულად მე შიში აღარ მექნება. ღმერთო დამიხსენი ამ შიშებისგან, გადართე ჩემი ყურადღება იმაზე, თუ როგორ ვიყო სასარგებლო სხვებისთვის და ვიგზნო თავი ბედნიერად, გახარებლად თავისუფლად. ამინ.